სასტიკად ჩახშობილი პროტესტის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დღიდან 40 დღის თავზე რეჟიმმა ირანის სხვადასხვა ქალაქში სამგლოვიარო ცერემონიები გამართა. სიკვდილი ისრაელს ისმოდა თეირანში, იმამი ხომეინის დიდ მეჩეთში. მონაწილეებს, რომელთა უმრავლესობაც რეჟიმის მხარდამჭერია, თან ჰქონდათ ფურცელზე დაწერილი გზავნილებიც. სიკვდილი კანიბალ ამერიკას კერპ თაყვანისმცემელ ისრაელს მოღალატე ფეხლებისა და არაკომპეტენტურ ჩინოვნიკებს. საპროტესტო აქციებისას დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდის მამამ Associated Press გამოუცხადა, რომ მისი მიზანი მათზე შურისძიებაა, ვინც მისი შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა. აქ ვარ, რომ შური ვიძიო ჩემი შვილის სისხლისთვის. აქ ვარ, რომ სამართლიანობა მოვითხოვო მათგან, ვინც ჩემი შვილი მოკლა. ის სახლიდან წამლის საყიდლად გავიდა. შემდეგ კი კუთხესთან ცეცხლსროლი იარაღით მოკლეს. უბრალოდ მინდა მისი სისხლი არ დაივიწყონ. სულ ეს არის. მისი სისხლი ფეხქვეშ არ უნდა გათელონ და უპატივცემულოდ არ უნდა მოეპყნონ. მას 3 შვილი ჰყავს, რომლებიც მამას ჯერ კიდევ ელოდებიან. ჩემი 8 წლის შვილი უკვე 38 დღეა ელოდება. ჩემი 18 წლის ქალიშვილი ელოდება. არ ჭამენ და არ ძინავთ. ისინი ელოდებიან, რომ მამა დაბრუნდება. ღვთის გულისთვის არ დაუშვათ, რომ ისი სისხლი დაივიწყონ. და არა მხოლოდ ჩემი ქმრის სისხლი. მე სამართლიანობას ვითხოვ თითოეული მოკლული ადამიანისთვის. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს ბოლო მონაცემებით, ისინი 7015 დაღუპულის შესახებ ფლობენ ინფორმაციას. დაღუპულთა რიცხვი გამუდმებით იზრდება, რადგან იმ პირობებში, როცა ქვეყანაში მყოფ პირებთან კომუნიკაცია კვლავ რთულია, სააგენტო ინფორმაციის სწრაფად გადამოწმებას ვერ ახერხებს. ირანის მთავრობამ ოფიციალური მონაცემები ერთადერთხელ 21 იანვარს გაავრცელა და განაცხადა, რომ დაღუპულთა რაოდენობა 3117-ია. რეჟიმს არეულობებისას დაღუპულთა რაოდენობა წარსულშიც არაერთხელ შეუმცირებია, ან საერთოდ არ გამოუცხადებია. از مجموع 3117 جان باخته آن حوادث به فیض شهادت نائل آمدند.